იმისათვის რომ შესაძლებელი გახდეს კომუნიკაცია მეტყველების საშუალებით, მას ექსპრესია, ანუ განცდა და გამოხატვის ფუნქცია უნდა ჰქონდეს აუცილებლად, მაგრამ ექსპრესია არ გახლავთ საკმარისი ადამიანთა შორის ცნობიერი კომუნიკაციის დასამყარებლად. გამოხატვის ფუნქციას ხომ ცხოველებიც ბგერებით და გამოხატულობითი მოძრაობებით ასრულებენ და ეს მოძრაობები სხვა ცხოველების ქცევაზე საკმაოდ დიდ გავლენას ახდენს, მაგრამ ცხოველებს მეტყველება არ აქვთ. მათი ბგერები და გამომხატველობითი მოძრაობები გახლავთ მხოლოდ ინსტინქტური ხასიათისა და ცხოველთა ბგერები ცხოველების სუბიექტურ მდგომარეობას გამომხატავენ მხოლოდ და მხოლოდ და სიტყვა კი ეს ობიექტური, გარეთ არსებული მოვლენის აღნიშნული რამ გახლავთ. ამ აზრით სიტყვას ობიექტური მნიშვნელობა აქვს. ადამიანი კალამს ეძახის კალამს, წყალს ეძახის წყალს, მიუხედავად იმისა, წყურია თუ არა, ან დაწერა უნდა რამის თუ არა. სხვა არის ადამიანის სიტყვა აქედან გამომდინარე. მას იმიტომ შეუძლია შეგნებული კომუნიკაციის როლის შესრულება, რომ მას აღნიშნულობითი ფუნქცია გააჩნია. იგი აღნიშნავს შინაარს, საგანს, მოქმედებას, თვისებას. სიტყვა თავისთავად როგორც აქმადი ბგერითი კომპლექსი გარკვეული მნიშვნელობას გულისხმობს თავისთავად, რომელსაც არაფერი აქვს თითქმის საერთო ამ ბგერით კომპლექსთან. ის ძალიან პირობითი გახლავთ. გარკვეული ბგერითი კომპლექსისათვის მნიშვნელობის მინიჭება აზროვნების ძალიან სპეციფიკური აქტია. აზრდების აქტის შედეგი გახლავთ ეს ყოველივე. ამ აქტის შედეგად, მაგალითად, უცხოენის სიტყვა, რომელიც მანამდე უაზრო ბგერათა კომპლექსს წარმოადგენდა, აზრიან სიტყვად გადაიქცევა მას შემდეგ, რაც ვისწავლით და მის მნიშვნელობას გავიგებთ. ბავშვი მეორე წლის ბოლოს აღმოაჩენს, ესე ვთქვათ, რომ მის გარემოში არსებულ საგნებს, მათ თვისებებს, მოქმედებებს სახელები აქვთ. ბგერათა კომპლექსები, რომლებიც მას ესმის გარემოში, მნიშვნელობის მატარებელი ხდება. აი, ცნობილი გერმანელი ფსიქოლოგი შტერნი აზრდების ამ აქტს ადამიანის ცხოველების ქცევაზე მნიშვნელოვან აღმოჩენას უწოდებდა. ენისა და აზროვნების მჭიდრო კავშირი გასაგებია, მაგრამ მეცნიერების წინაშე არსებობდა გარკვეული შეკითხვები, რომელმაც გარკვეულწილად ამ შეკითხვებმა დიდ ექსპერიმენტულ კვლევებს ჩაუყარა შემდგომ საფუძველი. მხოლოდ აზრის გამოხატვას ემსახურება ენა, თუ მას აქვს სპეციფიკური ფუნქცია აზრის ჩამოყალიბებაში, ეს იყო პირველი და მეორე. აზროვნებენ თუ არა ერთნაირად სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკე ადამიანები, იმიტომ რომ განსხვავებული ენები ხო განსხვავდებიან თავისი ლექსიკონით და სინტაქსით ერთმანეთისაგან. ლინგვისტებმა ჩამოაყალიბეს შეხედულება, რომლის თანახმად ენის სტრუქტურა გარკვეული აზრით განსაზღვრავს ამ ენაზე მოლაპარაკე ადამიანთა აღქმასა და აზროვნებას და ამას ლინგვისტური დეტერმინიზმის ჰიპოთეზა ეწოდა. პრინციპში მსგავს თვალსაზრისს გამოთქვამენ ცნობილი გერმანელი გამოთქვამდა ასევე ცნობილი გერმანელი ლინგვისტი ჰუმბოლდტი, რომელიც თავის მხრივ დედაენას უკავშირებდა სამყაროს გარკვეულ ხედვას. ქართველ და რუს ბავშვებზე იქნა ჩატარებული ძალიან ცნობილი ექსპერიმენტი, რომელშიც ბავშვები განსხვავებულად აჯგუფებდნენ საგნებს იმის გამო, რომ ქართულ ენაში განსხვავებულია წვრილი და თხელი საგნები, რუსულ ენაში ორივეს მიმართ იხმარება ერთი და იგივე სიტყვა. ცნობილია აგრეთვე სხვადასხვა ენებში ის, რომ განსხვავებულადაა სხვადასხვა ენებში ასახული სპექტრის ფერები, მაგალითად. უკიდურესი მაგალითის სახით, ჩვეულებრივად ლინგვისტები და თუ ფსიქოლოგები იხილავენ ახალი გვინეის ერთ-ერთი ტომის ენაში მხოლოდ ორი სიტყვის არსებობას ფერის აღსანიშნავად. იხმარობენ ისინი მხოლოდ ორ სიტყვას, ბნელი და ნათელი. მაგრამ ექსპერიმენტულმა კვლევამ შეიძლება ითქვას, რომ არ დაადასტურა ფერთა აღქმის განსხვავება სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკე ადამიანებთან. მკვლევართა უმრავლესობას მაინც მიაჩნია, რომ
ეს მტკიცებები ლინგვისტური დეტერმინიზმის შესახებ იყო გადაჭარბებული. თუმცა ენების თავისებურებების გავლენა კოგნიტურ პროცესებზე მაინც ძალიან მნიშვნელოვანია და ეჭვს არ იწვევს. განსხვავებულ ენაზე მოლაპარაკე ადამიანები მეტ-ნაკლებად მგრძნობიარენი არიან სამყაროს გარკვეული ასპექტების მიმართ, სივრცის, დროის განლაგებაში, ფორმის მიმართ და ასე შემდეგ. კლასიკურ ფსიქოლოგიაში არსებული კლასიფიკაცია გულისხმობს მეტყველებაში არსებული კლასიფიკაცია გულისხმობს მეტყველების შიგნაგან და გარეგან წერით და ზეპირ სახეებს. ნახოთ ეს კლასიფიკაცია. სახეები მათი. ანუ ის რომ წერით და ზეპირ სახეებს ანსხვავებენ ის რომ აზრი ხმამაღლა გამოუთქმელად მეტყველების საშუალებით ყალიბდება ეს უდავოა. ასახულია, ასე ვთქვათ, გამოყოფილია შინაგანი მეტყველების ტერმინის სახით ეს ყოველივე. ასეთ მეტყველებას აქვს თავისებური სტრუქტურა. იგი ისე როგორც ყველა დანარჩენს. იგი შემოკლებულია, ფრაგმენტულია, ძირითადად მოქმედების სიტყვებით სარგებლობს. თავისთვის ესე ვთქვათ, აზროვნების პროცესში, როცა თავისთვის შინაგანად მეტყველებს, ადამიანი იყენებს სიტყვებს იმის გააზრებისათვის და დაგეგმისათვის, რაც მისთვის უნდა გახდეს ნათელი. ხოლო იმას, რაც ესე ვთქვათ, ამ ადამიანისათვის ობიექტის თავის დავაცხადია, შინაგან მეტყველებაში კი გამოტოვებს ხოლმე. ეს გახლავთ შინაგანი მეტყველების ძირითადი თავისებურება. მეორე სახე, ესე ვთქვათ, მეტყველებისა, წერითი მეტყველება გახლავთ და წერითი მეტყველება სტრუქტურულად ყველაზე გაშლილია. მას არ ახლავს არავერბალური საშუალებები, ინტონაციები, პაუზები, ჟესტიკულაცია და ასე შემდეგ. იგი ნაკლებად არის სიტუაციაზე დამოკიდებული და ამიტომ მოითხოვს აზრის მთლიანად გაშლას, რადგან დამხმარე საშუალებები, ესე ვთქვათ, კიდევ მეორე პაუზები, ინტონაციები, ჟესტიკულაცია მას არ ახლავს. რაც შეეხება ზეპირ მეტყველებას. ზეპირი მეტყველება სარგებლობს არავერბალური, ესე ვთქვათ, საშუალებებით. იგი დამოკიდებულია კონტექსტზე და სიტუაციაზე, რა თქმა უნდა. ესე ვთქვათ, ზეპირი მეტყველების ძირითადი მთავარი მახასიათებელი გახლავთ ის, რომ მას აუცილებლად ყავს ადრესატი ნებისმიერ შემთხვევაში. ეს იქნება საუბრისას, რასაც დიალოგს უწოდებთ, თუ მონოლოგისას, ვთქვათ, ლექციის დროს. ამის გამო უნდა აუცილებლად იქნას გათვალისწინებული ზეპირი მეტყველების დროს, ვინ არის თქვენი მსმენელი, რა სახისაა ინფორმაცია, რომელიც მას უნდა მიაწოდოთ. და აი ამ ყოველივეს გათვალისწინებით პოლ გრეისმა გამოყო 4 ზოგადი წესი, რომელიც მოლაპარაკემ უნდა გამოიყენოს, რომ ისი ნათქვამი ადეკვატურად იყოს გაგებული. ეს მაქსიმები შემდეგნაირად გახლავთ ფორმულირებული. პირველი გახლავთ რაოდენობა. ანუ შეტყობინება უნდა იყოს იმდენად ინფორმატული, რამდენის მოთხოვნაც არის, ანუ იმდენი უნდა იყოს, რამდენის მოსმენად შეუძლიათ. ნუ მიაწოდებთ იმაზე მეტ ინფორმაციას თქვენ მოსაუბრეს, ვიდრე ეს მოგეთხოვებათ. თქვენ უნდა განსაზღვროთ რეალურად რა რაოდენობის ინფორმაცია ესაჭიროება მსმენელს, ამისთვის შეიძლება აუცილებელი გახდეს წინასწარი მის განსაზღვრა თუ რა იცის მსმენელმა. მეორეს გახლავთ ხარისხი. გრეისი თავზევს ესე ვთქვათ რეკომენდაციას, რომ შევეცადოთ უნდა ვილაპარაკოთ სიმართლე, არ თქვათ ისეთი რაც ცთარი გონია მსმენელს და რისი დამადასტურებელი ფაქტებიც არ გვაქვს. როდესაც თქვენ ლაპარაკობთ, მსმენელი ელოდება თქვენს მიერ მიწოდებულ ინფორმაციის დადასტურებას. თითეული გამონათქვამის დაგეგმვის დროს მოფიქრებული უნდა იყოს მისი, ესე ვთქვათ, დამადასტურებელი ფაქტები. მესამე გახლავთ მიმართება. ანუ ილაპარაკეთ თანმიმდევრულად, რომ ყოველ ახალ ნათქვამს კავშირი ჰქონდეს წინა ნათქვამთან და როდესაც რაიმეს ამბობ, დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ მსმენელისათვის გასაგებია კავშირი თქვენს მიერ მიწოდებულ მესიჯსა და მანამდე არსებულ ინფორმაციას შორის. მეოთხე გახლავთ სტილი. ილაპარაკეთ ზუსტად და გარკვევით,
მოერიდეთ უღრაზროვანი ფრაზების გამოყენებას და ტექსტი უნდა იყოს აგებული მოკლე და გამართულ წინადადებებზე აუცილებლად. უნდა დარწმუნდეთ, რომ მსმენელმა გაიგო ის, თქვენ რისი თქმაც გსურდათ. ასეთივე ტიპის რჩევები შეიძლება ჩამოყალიბდეს მსმენელის მიმართ, იმიტომ რომ ჩვენ არა მხოლოდ ერთ სიტუაციაში ვართ ხოლმე, როდესაც გადავცემთ რაღაც ინფორმაციას, არამედ ძალიან იგივე სიხშირით ვართ ინფორმაციის მიმღებლებიც. ამიტომ ნათქვამს, ესე ვთქვათ, თქმელს სჭირდება კარგი მსმენელი. ამისათვისაც არსებობს რჩევები, იმათვის რომ სწორად იქნას წარმართული დიალოგი. უნდა განისაზღვროს მიზანი. ანუ ადამიანი უნდა იყოს აუცილებლად ყურადღებით განწყობილი მოსასმენად. მეორე გახლავთ ის, რომ ყურადღება არ უნდა გადაიტანოთ სმენის დროს სხვა ობიექტზე. კიდევ ის, რომ მოისმინოთ ის ინტერესით და ნუიჩქარებთ ნაადრევი დასკვნების გამოტანას და კიდევ ერთი გაიმეორეთ ხოლმე მოსმენილი სხვა სიტყვებით, რათა დაასუსტოთ, რამდენად სწორად გაიგეთ ნათქვამი. სხვისი მეტყველების სწორი აღქმა ხელს უწყობს არა მხოლოდ ახალი ინფორმაციის მიღებას, არამედ მეტი შანსი არსებობს, რომ თქვენი სიტყვებსაც ყურადღებით მოისმენენ შემდგომში. სწორედ ზემოთ დასახელებული ეს მაქსიმები და მოთხოვნები მსმენელისადმი ხელს უწყობს ადამიანთა შორის გარკვეულ თანამშრომლობას და კონტაქტის ჯანსაღ კონტაქტის დამყარებას. ასევე უნდა ითქვას, რომ უნდა შევეცადოთ ნაკლებად ვიხმაროთ სიტყვა ეგრეთ წოდებული სიტყვა პარაზიტები, კალკა, ვულგარიზმი, მეტყველების სტილი უნდა ითვალისწინებდეს თუ რა მიზანს ისახავს მოლაპარაკე და აუცილებლად უნდა დაარწმუნოს აუდიტორია, რომ უბრალოდ მიაწოდოს გარკვეული ინფორმაცია. უმნიშვნელოვანეს ფაქტორ ზეპირი მეტყველების ადეკვატური გაგებისათვის წარმოადგენს მსმენელთა წინასწარი მოლოდინი და ესე ვთქვათ შექმნილი განწყობა. ცნობილი, ესე ვთქვათ, ექსპერიმენტი მინდა მოგითხროთ, რომელიც ჩატარებული იყო მოსკოვის უნივერსიტეტში, რომლის გამავლობაში სტუდენტთა ორ ჯგუფს ერთი და იგივე საერთაშორისო მიმოხილველი უკითხავდა იდენტურ ლექციას, მაგრამ ერთ შემთხვევაში აუდიტორიის უკანარი რიგებში იჯდა ფსიქოლოგის ასისტენტი, რომელიც გარშემომყოფ სტუდენტებს ატყობინებდა, რომ ლექცია იქნება უინტერესო ძველ ინფორმაციაზე აგებული. მეორე ჯგუფში კი წინასწარ აწვდიდნენ საწინააღმდეგო ინფორმაციას ლექტორის შესახებ. ლექციის შემდეგ გაზომილ იქნა ლექციის შინაარსის გაგება, რაც საგრძნობლად განსხვავებული აღმოჩნდა ორ ჯგუფში. მეორე ჯგუფში სტუდენტებს ბევრად უკეთ ჰქონდათ გაგებული და დამახსოვრებული ლექციის შინაარსი, ვიდრე პირველ ჯგუფს. ამიტომ, როდესაც იწყებთ საუბარს, წინასწარ კარგია თუ გვეცოდინება მსმენელთა განწყობა და მოლოდინები ჩვენი ინფორმაციის შესახებ. დიდი მადლობა ყურადღებისათვის.